სახალხო დამცველმა დღეს წარადგინა ანგარიში 2013 წელს დევნილთა მდგომარეობის შესახებ. უჩან ანუაშვილი დადებითად აფასებს მთავრობის პოლიტიკას დევნილთა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებით, თუმცა მეტ ძალისხმევას მოითხოვს. სახალხო დამცველის განცხადებით, დევნილები ამ დრომდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. კონფერენციას დევნილთა და განსახილების მინისტრი ესწრებოდა, რომელმაც წარადგინა ახალი პროექტი დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკონვენებასთან დაკავშირებით. იგივე არის პირველ რიგში ეს არის გაუსაძლისი მდგომარეობა განსაკუთრებით ზოგიერთ კოლექტიურ ცენტრში, სადაც მდგომარეობა კვლავ სავალალოა, გამოსაყოფი ასევე გამყოფი საზღვრის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და ჩვენ ასევე განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ სოფლებს და იქ არსებულ მდგომარეობას მივყარით. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. 140-ზე მეტი ადამიანის გადაცემა მოხდა ამ ტერიტორიებიდან. გამოაცხადეთ ტენდერი სახელმწიფო შესყიდვაზე დევნილთათვის 22 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე, რომელიც ერთ თვეში დაიწყება თბილისში, კრწანისის დასახლებაში და ერთდროულად 2100-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიქმნება საცხოვრებელი ფართები. განიხილება ასეთივე მასშტაბის მშენებლობების დაწყება ასევე ქუთაისში და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები ზუგდიდში და გორში.